დიდმარხის მეხუთე კვირას ეკლესია განსაკუთრებით პატივს მიაგებს ღირს დედა მარიამ ეგვიპტეს. ისე მარიამის ცხოვრება შეიძლება რამოდენიმე ეტაპად დავყოთ. ბავშვობა და ბავშვობა რომელმაც უზრუნველობაში გაიარა და ყველა ალბათ უმრავლეს ჩვენთაგანს და უმრავლეს ადამიანთაგანს ყველაზე ბედნიერი ბავშვობა არის. იმიტომ რომ ბავშვობა არის პერიოდი, როდესაც ადამიანს არ იმდენი პასუხისმგებლობა და შესაბამისად რომ რაღაცა შვიდად არ ფიქრობს მომავალზე, არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, შვიდად და ბედნიერად ცხოვრობს, სამწუხაროდ გამონაკლისებიც არის ადამიანები, რომელსაც ძალიან ციფრული და მძიმე ბავშვობა ღმერთმა ყველა გააძლიერებს. მარიამის ცხოვრებაში ბავშვობა მშვიდი იყო, შემდეგ რომ წამოიზარდა და თქვენ იცით რომ სიყმაწვილეში იწყება ხოლმე ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები, გოგოები ყალებად-ყალიბდებიან, ბიჭები კიდე კაცებად და მერე გარემოც მოქმედებს და უკვე ცოტა არეულ-დარეულობა იწყება ხოლმე ახალგაზრდების ცხოვრებაში, რა გარკვეული რა უნდა და ასე შემდეგ, რომ ამ ცხოვრების გზა გასაყარზე სამწუხაროდ ხდება ხოლმე შემთხვევები, რომ ასე იტყვიან ხოლმე, რომ გზასაც დავა, ხო? და მარიამის ცხოვრებაში და ასეთი მძიმე ეპიზოდი იწყება, ის იწყებს საშინელ ცხოვრებას, რომლის შესახებ თვითონ ამბობს, რომ შეიძლება თვალით რო დაინახოთ, რომ ვერ გაუსწორებთ, თვალსა ხულის გასაგონი რო არ არის, ისეთი მძიმე და საშინელი ცხოვრობდა. ალბათ დედამიწაზე ასე საშინლად არავის არ უცხოვრია, ის მიეცა ნებას, განწყობას, გარყვნილებას და ამასთან ერთად ვიცით რომ ის ქრისტიანი იყო. პატარაობაში ძველად ყველას აზიარებდნენ, შესაბამისად ნაზიარები ეკლესიის წევრი იყო და ამის შემდეგ მოგეთ მის ცხოვრებაში იწყება საშინელი პერიოდი და 17 წლის განმავლობაში დაახლოებით ის გარყვნილი ცხოვრების ცხოვრობს და სიამოვნების გამო ცხოვრობს. ფულის გამო კი არა, დღეს ვიცით რომ არის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც სამსახურად აქვს გადაქცეული სხეულით ვაჭრობა. ასე არ იყო მარიამი, ის უბრალოდ ესე არის სიამოვნებისთვის ცხოვრობდა და მე ბოლოს სანამ ის გამოსორდებოდა და დაუბრუნდებოდა ეკლესიის სიახლს, ის გადაწყვეტილებას ღებულობს მომლოცველებთან ერთად წავიდეს წმინდა ქალაქ იერუსალიმში და მე ასე უყვება წმინდა ზოსიმეს, რომელსაც შემდეგ ის უდაბნოში ნახა, როგორ ითმენდაო ღმერთი და რატო არ ხვდებოდი იმ ადგილზე, ამ გემზე, სადაც ახორცლულ ნებებს ვეძლეოდი სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან, რა. და მოკლედ მარიამის ცხოვრება შემდეგ იზრდება, ის ვარდება სინამდვილეში, მიდის უდაბნოში და უდიდეს დედად ყალიბდება სასწაულმოქმედად, გამორჩეულად და შემთხვევით არ არის, ჩვენ ხშირად ვიტყვია, რომ ეკლესიაში შემთხვევით არაფერი არ არის, არ ხდება და ის რომ მისი ცხოვრები, მისი ხსენება ეკლესიამ დიდმახის მეხუთე კვირას განაწესა, არ არის შემთხვევით და რატომ? თქვენ იცით რომ წმინდა წერილში უფალი ჩვენ გვაძლევს მოძღვრებას იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, იმისთვის რომ ვიყოთ ბედნიერები, სული ვიცხოვროთ და მოკლედ იმ ის დაკარგული ედენის ბაღის სამოთხე დავიმკვიდროთ, რომელიც ადამიანმა თავის სულისა გამო დაკარგა. და წმინდა წერილში წერია, რომ ყველა ადამიანი უნდა გვიყვარდეს, მიუხედავად იმისა, როგორი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს ის. ადამიანი ღვთისხატებას არადოს არ კარგავს და ბოლომდე სიკვდილამდე მას აქვს შანსი გამოსწორების და ბედნიერ ყოფის და სასუფეველის დამკვიდრების. და წმინდა მარიამის ცხოვრებაში ჩვენ ვხედებით მაგალითს თუ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი. როგორც გითხარით, მარიამი საშინელი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთი მას აძლევდა დროს. და ჩვენ თუ ცხოვრებას გადავთ, ჩვენ ცხოვრებასაც თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ღმერთს ჩვენს ყველა ჩვენთაგანი ძალიან უყვარს და ყოველთვის გვაძლევს ჩვენ დროს. ღმერთი აყოვნებს ხოლმე ხშირ შემთხვევაში მართლმსაჯულების აღსრულებას, იმ სამართლიანი პასუხისგების დაყენებას კონკრეტული ადამიანის წინაშე, როცა ჩვენ გონია, რომ მეტა უფალო, რატო არჯი ამ ადამიანს წარმოიდგინეთ, როგორი ასეთი სურვილით სამწუხაროდ გონია. როცა ვიხედებით ცუდად ცხოვრება ადამიანებს, რომელიც საშინელებებში ჩადიან, ხშირად გვიჩნდება ხოლმე კითხვა, გვიჩნდება აზრი, რატო არ ისჯება, როგორი ჩვენს უფალი ამას. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, უფალი არის მრავალმოწყალე და ის ელოდება ადამიანის სინამდვილეს.
ბოლო წამამდე ადამიანს აქვს შანსი გამოსწორების და მარიამის ცხოვრება ამისი ნათელი დასტურია და უფლის მოთმინება და მისი სიყვარული იყო სწორედ ის, რომელმაც ცოდველი და საშინელად მაცხოვრებელი მარიამი შეიწყალა. ჩვენ ვიცით, რომ ტაძარში შესვლისი მას გულში თხოვა უფალს, თუ შემიშვებ ტაძარში, მთელ ცხოვრება შენ მოგიძღვნიო და მართლა ამის შემდეგ გადაწყვეტილებას ღებულობს მარიამი, რომ დაანებოს ცხოვრებას თავი, მიდის უდაბნოში და იქ მოკლედ ძალიან მკაცრ ცხოვრებას ეწევა და ასე უწერია, ასე ეუბნება ზოსიმეს, რომ 17 წლის განმავლობაში ვნება მებრძოდა, მახსენდებოდა ის საშინელი სიმღერები, საჭმელ-სასმელი და ის საშინელი განხურვებები და იმისთვის, რომ ამისთვის დამეძლიაო, პირქვე დავარდებოდიო მიწაზე და აქ არის საუბარი უდაბნოზე, სადაც ტემპერატურული სხვაობა არის ძალიან ისეთი მკვეთრი, დღე შეიძლება ტემპერატურა 50 გრადუსზე ავიდეს და ღამე კიდე ტემპერატურა შეიძლება მინუსის ტემპერატურა დაეცეს. აი ტემპერატურათა სხვაობაზე მიწაზე ვიცექიო დიდი ხნის განმავლობაში, რომ სანამ ნება არ გამივლიდა. მაგრამ მისი მოთმინება, მისი სურვილი უფალმა შეიწირა, გააძლიერა და ბოლოს როდესაც მინდა ზოსიმეს ხდება, ის უკვე სახელით მიმართავს კაცს, რომელიც საერთოდ არ უნდა ხია. და საიდან გებულობს მის სახელს, იმიტომ რომ მას ღმერთმა განუცხადა. შემდეგ მინდა ზოსიმე იხედება, როგორ ლოცულობს მარიამი და როგორ შორდება მიწას. მიწას რატო შორდება? იმიტომ რომ წმინდა ადამიანები მის სიმბოლო არის ეს, რომ მიწასთან, ნებასთან, ამაწუთი სოფლის საცხოვრთან და სულთან რო წვითავთ კავშირს, ამიტომ ჩვენ მიწიდან ზეცად მაღლდებით. აი ესეთი მდგომარეობაში იყო წმინდა მარიამი, რომელმაც მიიღო ზიარება მამა ზოსიმეს ხელიდან და ცხოვრება დეტალურად წაიკითხეთ. ახლა ჩვენ ხშირად მოგვიყოლია წმინდა მარიამის ცხოვრება და თქვენც გადაიკითხეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტებია მის ცხოვრებაში. იმის ასევე ერთ მომენტს გამოყოფ კიდე მისი ცხოვრებიდან, მას არ ჰქონდა წაკითხული საერთოდ წმინდა წერილი, წერა-კითხვაც ვარაუდობენ არ იცოდა, მაგრამ წმინდა წერილი ზეპირად იცოდა, იმიტომ რომ ციტატებს როცა ეუბნებოდა წმინდა ზოსიმეს, მის სახარებისგან და წმინდა წერილიდან ციტატებით ესაუბრებოდა, აქედან ჩვენ გებულობთ, რომ ღმერთმა განსწავლა მარიამი. ის იყო ნამდვილად განათლებული, მონანული ადამიანი და თავდადებული და მებრძოლი ვნებებთან და ის ჟულის აღმასრულებელი და ჩვენ ვიცით რომ უფალია ეს სახარებაში რომ თუ გინდათ სასუფეველის მიტაცება უნდა იბრძოლოთ იცვალოთ და ვინც აიძულებს საკუთარ თავს ის მიიტაცებსო და აი სწორედ ამისი მაგალითია მარიამი თან ასევე ჩვენთვის არის მაგალითი ცოდვილი ადამიანებისთვის რომელთაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ შეცდომა დაგვიშვია და ყოფილა შემთხვევები ალბათ რომ ხელი ჩამოგიშვია ადამიანს და იფიქრია და კი მაპატიებს უფალი მაგრამ მარიამ ეგვიპტელის ცხოვრების საკითხის შემდეგ ჩვენ იმედით ვივსებით, რომ თუ გვექნება სინანული, მრავალმოწყალე უფალი ჩვენ შეგვიწყალებს და ასე რომ ღმერთმა მოგცეთ ძალა და ლოცვისა, ღმერთმა მოგცეთ ძალა მარხვის, ღმერთმა მოგცეთ ძალა სინანულის, ისეთი როგორც ჰქონდა წმინდა მარიამს და აუცილებლად უფალი ჩვენ შეგვიწყალებს, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მრავალს დაესწრაფა.